მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ქვეყანაში 801,000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბინადრობს, რაც წლიურად 7%-იანი კლება გახლავთ. 5,1%-ით გახლავთ შემცირებული ფურისა და ფურკამეჩის სულადობა. სექტორის წარმომადგენლები შემცირების მთავარ მიზეზებად სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების არარსებობას და ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ზრდას ასახელებენ. მათი თქმით, ქვეყნიდან გადის მცირე ასაკის, დაახლოებით თვენახევრის სასუქი საქონელი. ექსპორტი ძირითადად აზერბაიჯანში ხორციელდება. ფაქტობრივად, ეს ის საქონელია, რომლის ხორცი ადგილზე ხორცის წარმოებისთვის უნდა დარჩენილიყო. ფერმერული მეურნეობის შემცირებასთან ერთად იკლებს კვლავ-წარმოებაც. ბევრი ფერმერი მესაქონლეობას საერთოდ ტოვებს, რაც საბოლოოდ ხორცის ფასზე აისახება. ამ ეტაპისთვის მოთხოვნა გაზრდილია ბაზარზე და ფასებიც მატულობს. დარგის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში სექტორს აღდგენის და გაჯანსაღების პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს. რაც შეეხება მეღორეობას. საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში ამ დროისთვის 152,000-ზე მეტი ღორი ბინადრობს. წლიურად ზრდა მხოლოდ 0,2%-ია. სხვათა შორის, კახეთსა და რაჭაში მეღორე ფერმერებს ჩვენ გავესაუბრეთ და ისინი თავს ყველაზე დაჩაგრულად მიიჩნევენ აგროსექტორში. ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათთვის სპეციალიზებული მხარდამჭერი პროგრამები არ აქვს. არც ბანკები იძლევიან სესხებს და მეღორე ფერმერებს ფულად რესურსებთან წვდომა მუდმივად შეზღუდული აქვთ. უმწვავეს პრობლემად ამ სექტორში სახელდება ისიც, რომ სახელმწიფო ღორის დაავადებებს, როგორც ისინი ამბობენ, სათანადოდ ვერ მართავს. პრობლემაა ვაქცინაციაც, რის გამოც ღორის ჭირი, ასევე სხვა დაავადებები ცხოველებს მასიურად ხოცავს, რაც ფერმერისთვის ფინანსურად გამანადგურებელია. აი მეფრინველეობის მიმართულებით მდგომარეობა განსხვავებულია. ფრინველთა სულადობა 9% არის შემცირებული ქვეყანაში და 8,5 მილიონ ფრთას უტოლდება. თუმცა აგრარული პროდუქტების წარმოების სტატისტიკა ზრდას აჩვენებს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 179 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი გახლავთ, წლიური ზრდა 4,1%-ია. მეფრინველთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე სამართლიანი ფასები შენარჩუნდება, ინდუსტრიის განვითარების დამატებითი რესურსი აქვს. ანუ აქაც ეს სექტორიც სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს, უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს სახელმწიფოსგან. ახლა რაც შეეხება რძეს, რძის წარმოება წლიურად 1,2%-ით არის შემცირებული და პირველ კვარტალში 107 მილიონ ლიტრს უტოლდება. რძის პროდუქტების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში რძის პროდუქტების მწვავე დეფიციტია, რომლის დასაძლევად აუცილებელია მაღალპროდუქტიული ცხოველების შემოყვანა ქვეყანაში და სექტორის წარმომადგენლების შეფასებით ამ პროცესში ფერმერებს ისევ და ისევ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ. რაც შეეხება ზოგად პრობლემებს, რომლებიც ამ სექტორის განვითარებას ამხრუჭებს, აგროსექტორის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დღესდღეობით ასახელებენ განათლების დაბალ დონეს, კვალიფიციური კადრების დეფიციტს და ფინანსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას. აი ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც მათი თქმით უნდა მოერგოს აგრარული პოლიტიკა ქვეყანაში. ეს არის ის გამოწვევები, რომლის დაძლევაში სექტორს უნდა დაეხმაროს სწორად გაწერილი აგრარული პოლიტიკა, რომელიც შემდეგ უკვე აგრარულ ეკონომიკაში დადებითად ციფრებზე აისახება. ციფრებზეც და ფერმერების შემოსავლებზეც. მაგრამ როგორც სექტორის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ეს პოლიტიკა ჯერჯერობით არ ჩანს.